იმ დროს, როდესაც პორტუგალია 18 მაისს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, დეზინფორმაციულმა განცხადებებმა იმატა როგორც პოლიტიკოსების, ისე სოციალური მედიის მომხმარებლების მხრიდან. ზოგიერთი განცხადება დაკავშირებულია იმ მხარდაჭერასთან, რომელსაც თითოეული პოლიტიკური პარტია იღებს. მაგალითად, მოყავს ულტრამემარჯვენე პარტიის ჩეგას ლიდერის ანდრე ვენტრურა, ეს პოსტი პლატფორმა X-ზე მისი თქმით სოციალური მედიის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მისი პარტია დაახლოებით 5%-იანი უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე ცენტრისტულ ალიანსს, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელმძღვანელობს და დაახლოებით 9%-იანი უპირატესობით უსწრებს სოციალისტურ პარტიას. სოციალური მედია არ იწყვება, აცხადებს ვენტურა. გაურკვევლია ამ გამოკითხვის ზუსტი წყარო, თუმცა მიუხედავად ამისა, სოციალური მედიის გამოკითხვები აშკარად არ არის სანდო. სხვადასხვა კვალიფიციური კამპანიების მიერ ჩატარებულმა უფრო სანდო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მემარჯვენე ცენტრისტულ ალიანსს დაახლოებით 30%-იანი მხარდაჭერა აქვს, სოციალისტურ პარტიას 20%-ზე მეტი, ხოლო ჩეგას პარტიას მესამე ადგილზეა დაახლოებით 15%-იანი მხარდაჭერით. მიუხედავად ამისა, სიმართლეა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ჩეგას მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს უკვე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. ვენტურამ ბოლო სატელევიზიო დებატებში განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნების დროს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, სოციალისტურმა პარტიამ და ჩეგას თითქმის თანაბარი შედეგები აჩვენა. გამოკითხვებით გამოვლინდა, რომ ჩეგა აწლეულის ბოლოდან მოყოლებული განაგრძობს ზრდას და გასულ წელს გამართულ არჩევნებში ბოლო წლებში მესამე ადგილზე გასულ პარტიებს შორის საუკეთესო შედეგებით აჩვენა. 2025 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად პორტუგალია დეზინფორმაციის ნაკადისთვის ემზადება და საეჭვო და შეცდომაში შემყვანი განცხადებების წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების სისტემას ქმნის. ადგილობრივი ცნობების თანახმად მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს ევროპის ქვეყნებში, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს სწრაფად მონიშნონ ის ინფორმაცია ან ტენდენციები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ევრო გადამოწმება.